ჩვენი მუშაობა არ იზომება იმით, რამეს ვაშავებთ ან ვარღვევთ თუ არა. არ გვჭირდება სკამის გამთბობი ბიუროკრატები, ჩვენ გვჭირდება ანთებული პატრიოტები, პროფესიონალები და ახალი იდეები საქართველოს სინგაპურიზაციისათვის და არა მხოლოდ ფორმალური პროცედურების შესრულება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა და მინისტრებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით საქართველოს უნდა დაუბრუნდეს განვითარების იმ მაჩვენებელს, რომელიც ქვეყანაში 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებობდა. სოფლის მეურნეობაში არის დიდი რეზერვი. ჩვენ სხვადასხვა კაბინეტებში კი არ გვჭირდება სკამის გამთბობი ბიუროკრატები. სივრცის შემსები რაღაცა ადამიანები. ჩვენ გვჭირდება პროაქტიული, ანთებული პატრიოტები, პროფესიონალები, რომლებიც ყოველდღე ფიქრობენ იმაზე, აი რა ახალი იდეა შევთავაზო, როგორ უკეთესად ვიმუშაო, ვინ ახალი ინვესტორი მოვიზიდო, როგორ ახალი თემა წამოჭრა, ისე რომ საქართველოს მართლა დაადგეს ამ სინგაპურიზაციის გზას და ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს. და ეს მარტო ფორმალური პროცედურების შესრულებით არ იზოება. რა თქმა უნდა, კანონები ყველამ უნდა დავიცვათ, მაგრამ როცა შედა ინვესტორი მოდის და გეუბნები, რომ ამდენი ინვესტიცია მაქვს ჩაცადები და დამეხმარე, 3 თვის შემდეგ პასუხს კი არ უნდა პასუხობდე, რომ ეს მესართ არ მეხება. უნდა დაურეკო, შეხვდე ეკონომიკის მინისტრი ქვია, ხო? და ეკონომიკის სამინისტრო. შენ გეხება ეკონომიკის განვითარება, ინვესტორი მოგმართავს წერილით. ის ინვესტორი და აი ჩაიხუტო გულში, ხელით ატარო, ყველგან მიიყვანო, ყველა კარები გაუხსნა, ყველა გზა ასწავლო. შენ თვითონ რეკო ყველგან, შენ თვითონ კარები მომტურიო ყველა უწყებას, ეს ეხება მერიას, გამგეობას, იქ კერძო ბიზნესებს. სამინისტროში ახალი ენერგია მჭირდება, ასე ხსნის ვერა ქობალია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან თანამშრომლების მასიურ გათავისუფლებას. წერილი, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის გათავისუფლების მიზეზი გახდა, პრეზიდენტამდე მივიდა. პრეზიდენტის კრიტიკა და დაკარგული სამსახური. ვაკანსიები ეკონომიკის სამინისტროში და Facebook-ი და ჯობსჯით შერჩეული თანამშრომლები. გობეჯიშვილის შემდეგ კიდე ვინ და რატომ პირდება ვერა ქობალია სამსახურიდან გათავისუფლებას. შორენა ხვიჩიაგი ამბობთ. ეს გრიგოლ გობეჯიშვილი ალბათ კარგ ბიჭად ითვლება თავის სამეგობროში, ხო? კარგი სმელია, კარგი მჭმელია. ალბათ ქელეხებზე დადის, ქორწილებზე დადის, ბავშვებს ნათლავს. კარგი ბიჭია, ძმაკაცებს ალბათ ხელს უმართავს, ხო? მაგრამ საქართველოს არ უყვარს და არ უყვარს ნამდვილად. გაგსუებული, გათავხედებული, თავგასული მოხელე. სანამ გრიგოლ გობეჯიშვილს პრეზიდენტი საჯაროდ გააკრიტიკებდა, მისი შემცვლელი ვერა ქობალიამ საზოგადოებას რამდენიმე დღით ადრე წარუდგინა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ის წერილი გახდა, რომელიც მან ერთ-ერთ ინვესტორს მისწერა. პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ინვესტორი ფოთში მიწის ნაკვეთს 9 მილიონის სანაცვლოდ სთხოვდა. გათავისუფლებული გობეჯიშვილის პასუხი კი ასეთი იყო. და წაგიკითხავთ ამ წერილს. თქვენი 2010 წლის თებერვლის ნომერ 377 მე-6-10 წერილის პასუხად. გაცნობებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 47 მუხტლის აქვე პუნქტის თანახმად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია თვითმმართველობა ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ ფოთში მითითებულ მისამართზე არსებული 3199 კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით უნდა მიემართოს არა ეკონომიკის სამინისტროს, არამედ ქალაქ ფოთის მერიას. პატივისცემით მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი. დღეს კომენტარი არ გაუკეთებია თავად გრიგოლ გობეჯიშვილს. მის მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყო ეკონომიკის ახალი მინისტრი. თუმცა ვერა ქობალია ამბობს, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად საინვესტიციო პროექტები ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ ერთ-ერთი მიზეზი არის იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სამსახური და სამუშაო გროვდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საინვესტიციო პროექტებზე პასუხი არ უნდა იყოს გაცემული. გობეჯიშვილის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა ტურიზმის განვითარების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის გარდა ვაკანსია დაიდო დასაქმების პორტალ ჯობსჯიზე. დღეს კი ქობალიამ სამინისტროში ვაკანსია რამდენიმე თანამდებობაზე ოფიციალურად ჟურნალისტების წინაშე გამოაცხადა. კითხვაზე რატომ გაათავისუფლა ის ადამიანები თანამდებობიდან, ვიზეც ვაკანსიაა გამოცხადებული, მინისტრი ასე პასუხობს.
რა თქმა უნდა, კონკრეტული მიზეზები არის მუშაობა და ძალიან ბევრი სხვადასხვა მიზეზი არის, მაგრამ რაც მთავარია მუშაობა და როგორ აგიხსნათ, ადამიანი, რომელიც დილიდან ღამამდე მუშაობს, არ ეზარება შაბათ-კვირას მუშაობა, ენტუზიაზმით მუშაობს, უყვარს თავისი სამსახური და ინტერესი აქვს თავის სამსახურის, არასდროს არ დაკარგავს ადგილს ეკონომიკის სამინისტროში. ვაკანსია გამოაცხადა ვერაკობალიამ სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებისთვისაც. ის, ვინც მინისტრის პროფილს მოინახულებს, ფინანსურ მენეჯერებსა და იურისტებზე გამოცხადებულ ვაკანსიას გაეცნობა. ვერაკობალიას ამ თანამდებობების პირების გათავისუფლების შესახებ განცხადება ოფიციალურად ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა მინისტრის თქმით, ის, ვისაც ენთუზიაზმზე მუშაობა არ შეუძლია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დიდხანს ვერ იმუშავებს. დაკავებულია დეველოპერული კომპანიის ნიბა ინვესტის ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე. ბიზნესმენს ბრალა და ჯაშუშობა ედება. კიღურაძის დაკავება საკუთარ ოფისში დაახლოებით 1 კვირის წინ კონტრდაზვერვის თანამშრომლის მიერ განხორციელდა. ვის სასარგებლოდ მუშაობდა კიღურაძე და რას ყვებიან ბიზნესმენის ოჯახის წევრები? ანა გოჩაშვილი გიამბობთ. დეველოპერული კომპანია ნიბა ინვესტი კვირაზე მეტია დამფუძნებლის ბაკურ კიღურაძის გარეშე მუშაობს. ბიზნესმენი კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა 13 ივლისს საკუთარი ოფისის ეზოში დააკავეს. დაკავებისას სამართალდამცველებმა კიღურაძის კუთვნილი კომპიუტერი, ავტომანქანა და მობილური ტელეფონი წაიღეს. ავტომანქანა და მობილური სამართალდამცველებმა რამდენიმე დღეში დააბრუნეს. მას შემდეგ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არც კიღურაძის ოფისში და არც ოჯახში დაკითხვაზე აღარ გამოჩენილან. გრიფით საიდუმლო ეგ ჯაშუშობა საერთოდ არის გრიფით საიდუმლო. გრიფი როცა არ საქმეს იმასთან ჩვენ არა გვაქვს ხელს რომ მიხდით. კიღურაძის საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. კომენტარს არ აკეთებენ არც სამართალდამცველები. ოჯახის წევრები კი ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ. მე რას ინფორმაციას ვფლობდა საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ ადამიანს, მსგავსი არაფერი არ არის. კიღურაძის დაკავების შემდეგ ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსია მისი დაკავების შესაძლო მიზეზების შესახებ. ერთი ვერსიით კიღურაძის დაკავება გამომცემლობა სიესტაში საერთაშორისო პენკლუბის ხელმძღვანელის იუჯინ შულგინის სტუმრობას უკავშირდებოდა. ითქვა თითქოს სამართალდამცველებს შულგინი რუსი ეგონათ და ბაკურ კიღურაძეც მასთან შეხვედრის ორგანიზების შემდეგ დააკავეს. მედია საშუალებები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ბაკურ კიღურაძისა და ნიკოლეკიშვილის კუთვნილი კომპანია ნიბა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და მის მეუღლეს უკავშირდება. ყველა ამ ვერსიას ბაკურ კიღურაძის ოჯახი უარყოფს, თუმცა ვერც ბიზნესმენის დაკავების რეალურ მიზეზზე საუბრობს. ზუსტად ვიცი, რომ ბატონი ბაკური არც კი იცნობს ხალბატონ ინო ბურჯანაძეს. და ეს ინფორმაცია არის აბსოლუტური. პენის ხელმძღვანელი იყო ჩამოსული სიესტაში და ეს იყო აბსოლუტურად მოწვეული ყავდა ყველა ვინც შეიძლებოდა მოსულიყო, არაფერი საერთო არ აქვს ამას ბატონ ბაკურთან. შეუძლებელია რომ იყოს რამე კავშირი ამ სტუმართან, არც შეხვედრივან ისინი ერთმანეთს და აბსოლუტურად სხვადასხვა ორგანიზაცია, სხვადასხვა ხელმძღვანელი და არაფერი საერთო არ აქვს. თუ ძალით არ მიებუნება ახლა ეს ყველაფერი ერთმანეთს. ბაკურ კიღურაძე არის დეველოპერული კომპანია ნიბა ინვესტისა და სამშენებლო კომპანია უტას დამფუძნებელი. ბიზნესმენის მეუღლე ამბობს, რომ კიღურაძეს არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან და საეჭვო პიროვნებასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ბრალდება მისი ჯაშუშობის შესახებ უბრალო გაუგებრობად მიაჩნია. ჩემთვის ყოველად გაუგებრია, მით უმეტეს ის ბრალდება, რაც დაყენებული აქვს. მას სამჯერა რომ ეს არის არ ვიცი ეხა ვინ შეიძლება ეხა ვიღაცა დაინტერესებულია რომ ესე იყოს, მაგას ეხა ხო იცით ეხა მტერი აბსოლუტურად ყველა ადამიანს ყავს და მე აბსოლუტურად ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა და ობიექტურად გაირკვევა. რა გახდა ბაკურ კიღურაძის დაკავების მიზეზი და რატომ ასაიდუმლოებენ სამართალდამცველები მისი აყვანის ფაქტს? სამართალდამცველებმა ბოლოს ჯაშუშობისთვის ექსპერტი ვახტანგ მაისაია დააკავეს. მაშინვე გავრცელდა მისი აღიარებითი ჩვენებაც და ოპერატიული მასალა. ბაკურ კიღურაძე კონტრდაზვერვის თანამშრომლებს თითქმის 10 დღეა დაკავებული ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ძალოვანი უწყებები მისი აყვანის ფაქტსაც კი არ ადასტურებენ.